ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადა და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. სამწუხაროდ სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინააღმდეგი ამ ღირსების შემოხალ ბოროტებას, ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას, უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას. ხვალ გავავრცელებ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს. დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას. ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. გიტო ჩუბირიძისნაირმა და ირბაინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი. პირველი, ვიდაოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. მეორე ვარიანტი თვითონ შემოგთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი. ვაღიაროთ ჩვენ თავზე ავიღოთ ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას, იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს თანთქავს და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკავრო პოლიტიკას და თუ გადაგდებას გადაწყვეტ, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო. ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ბიძინა ივანიშვილის სახელით გაუგზავნეს.